მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია მარნეულის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება. ახალ ამბებს აზერბაიჯანულ ენაზე თურა ჯიბრაგიმოვა, ქართულ ენაზე კი მარიამ სოლოღაშვილი გაგაცნობთ. Salam bəzi tamaşaçılar, efirdə xəbərlər informasiya proqramıdır. Xəbərlərlə sizi Gürcü dilində Məryəm Soloğaşvili, Azərbaycan dilində isə mən Turac İbrahimova tanış edəcəyik. დღეს მარნეულის ენერგეტიკის მინისტრი ესტუმრა ბაილარში მირზოევების ოჯახში ბუნებრივი აირი ქვემო ქართლის წყუნებულმა ენერგეტიკის მინისტრმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა საზეიმო დაანთეს. პროექტი 9 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობას მოიცავდა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად კომპანია სოკარ ჯორჯიაგაზმა 450.000 ლარის ოდენობით ინვესტიცია განახორციელა. საპრეზიდენტო პროგრამა გაზი ყველა სოფელს ფარგლებში მარნეულის რაიონის სოფელ ბაილარში გაზიფიცირება დასრულებულია. მოსახლეობა ნებისმიერი სოფლის საკმაოდ დადებითად ხვდება ამ ფაქტს გამომდინარე იქიდან რომ გარკვეულწილად თავისთავად მალდება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დონე იქიდან გამომდინარე რომ აქამდე მოიხმარდნენ შეშას ან ეგრეთ წოდებულ ბალონის გაზს და ეხლა უკვე ბუნებრივი გაზი რამოდენიმეჯერ უფრო იაფი რესურსი არის ვიდრე ეს იყო შეშა. ჩვენი შეთანხმებული გეგმის მიხედვით მუშაობთ და წელიწად ნახევარში პრაქტიკულად სადაც იყო მოსახლეობის მოთხოვნა რომ მოხდარიყო სოფლების გაზიფიცირება ყველას დავასრულებთ. ანუ დღეს ეს მოხდა ბაილარში ეს პროცესი გრძელდება და კიდევ ერთხელ მინდა თქვა რომ ძალიან მალე ეს პროცესი დასრულდება ყველგან სადაც მოსახლეობის მოთხოვნა იყო. ამ დღეს ბაილარის მოსახლეობა დიდი ხანია ველოდებით. დიდი მადლობა პრეზიდენტს და ყველას, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო. Energetika naziri bugün Marneuri'də qonaq oldu. Bəylərdə Mirzəyevlər ailəsində təbii qazı rəmzi olaraq prezidentin Kvemokardidəki müvəkkili, nazir və bələdiyyənin icra başçısı yandırdılar. Hər kəndə təbii qaz prezident proqramı layihəsi nəzdində Sokar kampaniyası kəndlərə 450 min lari məbləğində investisiya qoyub. Layihə 9 kilometrlik qaz kəmərini təşkil edir. Bu faktı yerli sakinlər müsbət qarşılayır. Çünki əhalinin öz-özlüyündə sosial-ekoloji durumu bununla qalxmış olur. Onlar indiyədək odundan istifadə edirdilər ki, odunun qiyməti də qazdan dəfələrlə bahadır. Biz razılaşdığımız proqram əsasında işləyirik. Belə ki, bir il yarım ərzində təbii qaz tələb olunan kəndlərə qaz çəkiləcək. Bugün bəylər təmin olunub sona çatdı. Bu proses davam edir və tezliklə sona çatacaq. Biz müxahişə qarşı verə dərin minnətdarlığımızı bildiririk, öz təşəkkürümüzü. Bu günü biz çoxdan gözləyirdik. Böyük bir yaxşılıq idi. Bugün bizim üçün böyük bir bayram oldu. Bütün bu işin təşkilatçılığına öz dərin təşəkkürümüzü bildiririk. უკვე 10 დღეა რუსთაველის ქუჩის 14 ნომერში კორპუს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მარნეულის წყალმომარაგების სამსახურში აცხადებენ, რომ წყალი დავალიანების გამოა გათიშული. მოსახლეობა კი ამბობს, რომ გადასახადს ყოველთვის დროულად ფარავს. თემართლად ჩვენს რეპორტაჟში. იალჩინ კარაქმაზლი უკვე 10 დღეა სასმელწყალს ეზოში არსებული საერთო ონკანიდან ზიდავს. ამბობს, რომ უწყლობა მისთვის უკვე გაუსაძლისი გახდა, თუმცა სხვა გზა არ აქვს. ჩვენ კორპუსსა დღეზე მეტია სასმელი წყალი არ მიეწოდება. წყალს ვედროებით ვზიდავთ მოპირდაპირე ქუჩის საერთო ონკანიდან. გვეუბნებიან, რომ გადაუხდელობის გამო გაგვეთიშეს, თუმცა ჩვენ ყოველთვის დროულად ვიხდით წყლის გადასახადს. იალჩინთან ერთად კორპუსის 140 მაცხოვრებელს იგივე პრობლემა აქვს. რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით უწყლობა ანტისანიტარიასაც ქმნის. მოსახლეობის თქმით, პრობლემა არარსებული ხალხის სახელზე მოსული გადასახადია. არა გვაქვს წყალი ანტისანიტარია, ბავშვებს დაბანა უნდათ ყოველდღე, ჩვენ თვითონაც გვჭირდება მართალია სასმელად ვერ ვიყენებთ ამ წყალს, მაგრამ ხო გვჭირდება ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებისთვის ხო გვჭირდება წყალი. ჩვენ ბინაშია პრობლემა ის, რომ არარსებული ხალხის დავალიანებას გვაწერენ ჩვენ. ჩვენ ვინც აქ ცხოვრობთ, ყველას გვაქვს გადახდილი, მაგრამ სასმელი წყალი მაინც არ მოგვეწოდება. გითხრეს, რომ განცხადება შეიტანეთო პირადულად იმათი, ვინც არ არიანო, მაგრამ ჩვენ მის მაგირად განცხადება როგორ უნდა შევიტანოთ, ესეც არ ვიცით. მარნეულის წყალმომარაგების უფროსის განცხადებით კორპუსის ყველა მაცხოვრებელი სამოქალაქო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს, მანამდე პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება. შეუძლიათ მესაკუთრება მიმართონ სამოქალაქო რეესტრს, ორმა სრულწლოვანმა ადამიანმა განცხადებით, რომ მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში არ უცხოვრია ადამიანს იმის სამართზე და შესაბამისად მოიხსნებიან რეგისტრაციიდან. შესაბამისად, თუ გადაიხდიან დროულად დავალინებებს, ეგრევე აღუდგება წყალმომარაგება აღნიშნულ კორპუსს. პრობლემა მარტო რუსთაველის 66 ნომერში არ არის. ალექსანდრე ნარსიათმით სულადობის გაურკვევლობის გამო სასმელი წყალი რუსთაველის ქუჩაზე არსებულ 14 კორპუსს არ მიეწოდება.
10 gündür Rustaveli küçəsinin 14 binasına içməli su verilmir. Marneulun su təchizatı servisində bildirirlər ki, sakinlərə su borcları olduğu üçün verilmir. Suz qalanlar isə su pulunu qəpiyinədək ödədiklərini qeyd edirlər. Yalçın Gərəkməzli artıq 10 gündür içməli suyu vedrələrlə qonşu həyətdəki ümumi krandan daşıyır. Deyir ki, hər gün su daşımaq onu lap əldən salsa da bunu etməyə məcburdur. Yolun o yüzden gətir, deyirlər ki, zənət binanın suyun kəsifi gök pulunu vermir. Amma ki, hamı burada yığıb qəpir pulu verir. Oradan daşıyır da, havaq verirlər, onu da çəkirək suyumuzu. Heç sən demir. Yalçınla birgə bu binanın 150 ailəsini eyni problem narahat edir. Rustaveli küçəsinin sakinləri deyirlər ki, susuzluq onlara antisanitariya problemi də yaradır. Onlar bildirirlər ki, içməli sularının kəsilməsinə səbəb binada yaşamayan sakinlərin adına gələn su pulunun ödənməməsidir. Suyumuz yoxdur. Körpələrimizə tez-tez çimmək, əl yumaq lazım olur. Bu suyu içmək üçün istifadə etməsək də qab-qacağa, digər hər şeyə lazım olur. Bizim binamızda problem burada yaşayan sakinlərin borcunun bizim adımıza gəlməsidir. Biz öz borcumuzu ödəmişik, lakin burada yaşamayanların borclarını niyə ödəməliyik axı? Bizə dediklər ki, burada yaşamayanların adına ərizə yazıb ictimai reyestrə təhvil verin. Amma biz başqasının adına ərizə yaza bilmərik axı. Marneuli su təchizat xidmətinin rəhbəri isə qeyd edir ki, binanın hər bir sakini ictimai reyestrdə qeydiyyatdan keçməlidir. Yoxsa onların su problemini həll etmək mümkünsüzdür. Hər bir 18 yaşı tamam olan sakin vətəndaş reyestrinə ərizə ilə müraciət edib, son 6 ay ərzində orada yaşamadığını bildirməlidir ki, həmin şəxsləri qeydiyyatdan çıxardalar. Qalanlar isə vaxtında su pulunu ödəyərlərsə, içməli suları vaxtında veriləcək. Su problemi yalnız Rustaveli küçəsi 66 saylı binanın sakinlərini narahat etmir. Aleksandr Narsiyanın bildirdiyinə görə susuzluqdan Rustaveli küçəsində 14 binanın sakinləri əziyyət çəkirlər. ამერიკული სიმინდის შეძენის სროლთა რეგისტრაციამდე 10 დღე დარჩა, მანამდე კი მოსახლეობაში უარყოფითი აზრი გაჩნდა იმის შესახებ, რომ სიმინდი გენმოდიფიცირებულია და ჯანმრთელობისთვის მავნებელია. თუმცა როგორც მარნეულის მთავარი აგრონომი აცხადებს, გავრცელებული აზრის სიმართლეს არ შეესაბამება და დღეისათვის სიმინდზე მოთხოვნის სროლთა მიხედვით 450 ჰექტარი უკვე დარეგისტრირებულია. შეეხება გავრცელებულ ჭორს იმის შესახებ, თითქოს ეს არის გენმოდიფიცირებული პროდუქცია, რომ ამ სიმინდის დათესვის შემდგომ იქ 5 წლის მანძილზე არაფერი არ გაიხარებს, ანუ ქართული სიმინდის ჯიში რო დავთესოთ ის ვერ მოვა და ასე შემდეგ. ეს არის სრული სისულელე და სრული აბსურდი, პირდაპირ გეუბნებით და სრული პასუხისმგებლობით. ერთადერთი უარყოფითი მხარე, რაც ამ საერთოდ ზოგადად ჰიბრიდულ ჯიშს ახასიათებს. ეს არის ის, რომ მისი გამოყენება მეორე წელს სათესლეთ შეუძლებელია ფაქტიურად, იმიტომ 10 günə Marneuli bələdiyyəsində Amerika qarğıdalısını almaq istəyənlərin qeydiyyatı sona çatır. Ona qədər isə əhali arasında fikir yayılıb ki, güya bu qarğıdalı növü istifadə üçün yararsızdır, insan sağlamlığına zərərlidir. Lakin Marneulinin baş agronomu qeyd edir ki, yayılan söhbət cəfəngiyyatdır və hazırda 450 hektar torpaq sahəsi qeydiyyatdan keçib. Qarğıdalının keyfiyyəti haqda yayılan şübhəyə görə, güya həmin qarğıdalı əkilən yerdən 5 il heç nə bitmirmiş. Bu söhbət tamamilə yalandır, cəfəngiyyatdır. Mən sizə bunu tam cavabdehliklə deyirəm. İnsan sağlamlığına heç bir zərəri yoxdur. Bir mənfi tərəfi var, o da başqa hibrid bitkilər kimi bunun da toxumunu 2-ci il əkməyin məsləhət olmamasıdır. დარგეხე გამწვანე გარემო აქციას მარნეულელი ექიმებით შეუერთდნენ. გარემოს დაცვის ინსპექციის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ექიმების ერთობლივი ინიციატივით მარნეულის სარაიონთაშორისო საავადმყოფო სესოში 40-მდე ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის ხე დაიდგო. დიდი მადლობა გარემოს დაცვის ინსპექციას და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ენერგიების მოწოდებისთვის, როგორც ასე წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ენერგიები იქნება მოწოდებული და სამყოფის ტერიტორია არის გამწვანებული, გამომწვანე. გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემოქართლის ბიუროს თხოვნით მომართეს მარნეულის რაიონის სამყოფოდან
კახამ დირექტორმა, რომელსაც დღეს ვახორციელებთ მათთან ერთად გამწვანების აქციას. ამავდროულად ვერთებით პატრიარქის მოწოდებას ენერგიის დარგვასთან დაკავშირებით. Ağaçyaş ətrafı yaşıllaşdır aksiyasına Marneuli həkimləri də qoşuldu. Ətraf mühitin mühafizəsi inspeksiyasının, yerli bələdiyyənin və həkimlərin birgə təşəbbüsü nəticəsində Marneuli rayonlar arası xəstəxanasının həyətində 40-a dək həmişə yaşıl və iynəli ağac növləri əkildi. Დიდი მადლობა გარემოსდაცვის ინსპექციას და Biz həkimlər patriarxın sözünə əməl edərək şam ağacı əkməyə qərar verdik. Meşə Nazirliyinə və Ətraf Mühit İnspeksiyasına bu cür ağac pöhrəmləri göndərdiklərinə görə təşəkkür edirəm. Ağacları əkirik. İndi xəstəxananın ətrafı tam yaşıl ağaclarla örtüləcək. Ətraf Mühit İnspeksiyasının Kvemokartli bürosuna Marneuli rayonlar arası xəstəxanasından müraciət gəldi ki, yaşıllaşdırma aksiyası təşkil edək. İndi onlarla birgə aksiyada iştirak edirik. Biz də patriarxın sözünə qoşulduq. Bugünkü günü Marneuli rayonunun xəstəxanası və Kvemokartli işçiləri və biz bələdiyyənin üzvləri keçiririk aksiya, ağac basırma aksiyası. Çox yaxşıdır ki, bu aksiya keçirilir Marneuli rayonunun territoriyasında. Mən arzulayardım ki, bu Marneuli rayonunda yox ki, bütün Gürcüstanda belə aksiyalar keçirməlidir. დღეს მარნეულში ქვემო ქართლის მასშტაბით ძიუდოში შესარჩევი ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატში ბოლნისის, დმანისის და გარდაბნის, რუსთავის და მარნეულის ახალგაზრდა სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვიდა. აღნიშნული ჩეხეთში წარმატებული სპორტსმენები საქართველოს პირველობისთვის იბრძოლებენ. დღეს წარდება ქვემო ქართლის პირველობა ახალგაზრდებს შორის ძიუდოში. 1992-13 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებში. ამ შეჯიბრების მიზანი არის ქვემო ქართლის ნაკრები გუნდის დაკომპლექტება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველობაზე, რომელიც გამართება ქალაქ თბილისში აპრილის ბოლოს. ყველა რაიონს ყავს გამარჯვებული და ესე იგი აქ გამარჯვებული წონიდან 4 კაცი პირველი, მეორე და 2-მესამე ადგილი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პირველობაზე. ეს შეჯიბრი იყო ქვემო ქართლის რეგიონული, ანუ მთელი ქვემო ქართლს რაც მიეკუთვნება, ყველა მათი მონაწილეები იღებულობდნენ საქართველოს დასაყენებელს რა. ვინც მოიგებს საქართველოს იჭიდაობს. რავი, ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრი იყო. გახდი პირველი ადგილი. ქვემო ქართლის ჩემპიონატი იყო, საქართველოს დასაყენებელი, ვიჭიდავე, კაი მეტოქეობა იყო და დავიკავე პირველი ადგილი. Bugün Marneuli Kvemo Kartli miqyasında güləş üzrə seçim çempionatı keçirildi. Çempionatda Bolnis, Dmanis, Qardaban, Rustavi və Marneulinin gənc idmançıları iştirak edirdilər. Yarışda müxtəlif kateqoriyalar üzrə qaliblər oldu. Həmin qaliblər Gürcüstanın birinciliyi üzrə mübarizə aparacaqlar. დღეს წარდება ქვემო ქართლის პირველობა. Gürcüstan birinciliyi aprelin sonunda Tiflisdə keçirilir. Bugün Kvemo Kartli birinciliyi üzrə 1992-93-cü il təvəllüdlü gənclər arasında yarış keçirilir. Məqsəd Kvemo Kartlini təmsil edəcək qrupu təsis etməkdir. Kvemo Kartli çempionatı keçirildi. Ağır yarış idi. Lakin birinci yerə nail ola bildim. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. ახალი ამბები აზერბაიჯანულ ენაზე თუ რა ჯიბრაგი მოვამ, ქართულ ენაზე კი მარიამ სოლოღაშვილმა გაგაცნოთ. Bədniyə rükməyevs gisurovt naxondis. Xəbərlər informasiya proqramı bununla sona çatdı. Hörmətli tamaşaçılar, gələn cümə günü elə eyni zamanda, eyni məkanda yenidən sizin qarşınızda olacağıq. Sağlıqla qalın.